დღეს ბათუმში ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს დასაქმების მინისტრის, სახელმწიფო აპარატსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოებს შორის. დოკუმენტი დასაქმების პრობლემების გადასაჭრელად ურთიერთშეთანხმებულ ქმედებებს ითვალისწინებს. ასეთი სააგენტოები უახლოეს მომავალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაიხსნება. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დასაქმების მინისტრის მოადგილე ექიმებსაც გაესაუბრა, რომლებიც გადამზადების კურსს გადიან. ნიკა რამიშვილმა ახალგაზრდობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში შეხვედრა სტუდენტებთანაც გამართა. დაფუძნდა მემორანდუმი აჭარის დასაქმების სააგენტოსთან ერთად, რომელიც იქნება ჩვენი სამინისტროს და ზოგადად მთავრობის პოლიტიკის გამტარი აჭარის რეგიონში. ამ კვირის განმავლობაშიც კი აჭარის დასაქმების სააგენტომ შეძლო 233 ადამიანის დასაქმება. გარდა ამისა, ჩვენ დღეს ვეწვევთ სტუდენტების გადამზადების ცენტრსაც, სადაც მიდიოდა მომზადება სტუდენტების, რომ მათ შეეძლონ თავიანთი ინფორმაციის სწორად მიწოდება დამსაქმებლისთვის. ამ კონფერენციაში მონაწილე ექიმები ფაქტობრივად დასაქმებულები არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს აძლიერებს მათ აძლიერებს იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ითვისებენ ახალ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და ეს აძლიერებს მათ საქმიანობაში მათ სტატუსს.